ეს არის ალყა, რომელშიც მოაქცია ხელისუფლება მედია, ეს არ დაწყებულა წელს, დაიწყო რამდენიმე წლის წინ. სავარაუდო თარიღს ავიღებდი 2016-17 წელს მიღებულ დრაკონულ კანონებს, რომლის თანახმადაც ნელ-ნელა ვიწროვდებოდა სარეკლამო პაკეტების გაყიდვა და უზრუნველყოფა, რომლითაც სარგებლობდა მედია, მაგრამ განსაკუთრებით რუსული კანონის შემოღების შემდეგ ეს ალყა უფრო დავიწროვდა და ყულფი უფრო მოგვიჭირეს მედიას. ყველანაირი ძალებით ცდილობენ როგორმე გააჩერონ თავისუფალი ხმა საქართველოში და არ ვიქნებოდი ნოტარივით ოპტიმისტი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ იმაზე უფრო სწრაფად რუსული მეთოდებით მედიის მოგდვას, ვიდრე ეს გააკეთეს თავად რუსეთში. თქვენ იცით, რომ რუსეთში ეგრეთ წოდებული ინოაგენტების კანონი თავის ეტაპებს გადიოდა, რომლითაც ჯერ შემოიღეს სხვადასხვა შემზღუდავი მეთოდები და სწორედ მერე მივიდნენ ამ გრანტების შეზღუდვაზე და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ დარჩა რუსეთის ფედერაციაში, ამას მიიღებენ საქართველოშიც, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სიმხელა აუდიტორია, როგორც თქვათ რუსეთის ფედერაციას, როცა მედიებმა მოახერხეს გასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქედან YouTube არხები შეექმნათ, ან საერთოდ მთელი რედაქცია როგორც დოჟძმა გააკეთა, ავიდა სხვა ქვეყანაში გადაცხოვრდნენ და იქედან მაინც ახერხებენ თავიანთი YouTube არხების კაპიტალიზაციას. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს ამ 9 მილიონიან ქვეყანაში, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ სამნახევარ, მაგრამ ესე ძალიან ცოტა. ქართულენოვანი მაყურებელი ამჟამად საქართველოს მაყურებელმა რო იცოდეს, დღემდე რჩება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ტელედამოკიდებულ აუდიტორია და საზოგადოება რამდენად სატელევიზიო მაუწყებლობების გავლენას ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით განსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით აი ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად რუსულ ჰიბრიდული ომის პიკში ვართ და ეს თავის მძიმე შედეგებს იძლევა. ამ კანონ პროექტებში თუ ჩავიხედავთ, რამდენიმე ისეთი წინადადებებია, რომელშიც გარკვევა მაყურებელსაც ძალიან გაუადვილდება. მაგალითად, ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან და ეს უცხოური ძალა იცით, რომ ძალიან უარყოფით კონოტაციაშია ყოველთვის მოცემული, პირდაპირ ან არაპირდაპირი დაფინანსების ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალურ სიკეთეთა მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრენინგები, მედიის განვითარების პროგრამები. მასშტაბი უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო, ორგანიზაცია და ასე შემდეგ. მე და თქვენ, როცა ჩავაბარეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, გიორგი, ერთი თაობის სტუდენტები ვიყავით. საბჭოთა წიგნებით ვსწავლობდით და რა ვიცი, სიბნელეში ხელების ცეცებით ვეძებდით დამოუკიდებელ მედიის განვითარების ისტორიას და ძლივს მივედით იქამდე, რომ თავისუფალი მედიის ფურცლებამდე მიგვეღწია. ეხლა წეგან გაიხსენა ნოდარმა სანდრო გირგულიანის საქმე არ გაიხსნებოდა, რომ არა ესეთი კანონი რო ყოფილიყო საქართველოში. თქვენ წარმოგიდგენიათ, ასეთი ტიპის კანონები რო ყოფილიყო თავისუფალ სამყაროში, ვუტერგეიტის საქმეც კი ვერ გაიხსნებოდა 50-იან წლებში, 60-იან, 70-იან წლებში. ასეთი შეზღუდვა რომ ყოფილიყო ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ძალიან ბევრი კრიმინალური საქმე იქნებოდა ახლა ისე როგორც ხელისუფლებას უნდა მიწოდებული მოსახლეობისადმი. ასე რომ დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაგალითად წყალდიდობის თემა 13 ივნისის საკითხი. ჩვენ მაშინ პირდაპირი ბუკვალური მნიშვნელობით ვაღვიძებდით ჩინოვნიკებს, ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ სახლი წაიღო მდინარე ვერემ და ადექით გაიღვიძეთ მოსახლეობას დახმარება სჭირდება. რომ არ ყოფილიყო მედია შოვის საკითხი არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე ასული და იმ სიმართლით მიწოდებული, როგორც მიეწოდა გასულ ზაფხულს საქართველოს მოსახლეობას. რომ არ ყოფილიყო მედია, ვერ გავიგებდით სინამდვილეში რა ხდება ახლა
ისუფლებში, იმიტომ რომ მეხუთე დღის შემდეგ ჩაერთო ხელისუფლება ამ ტრაგედიის თავიდან აცილებით უფრო ქმედითი რომ ყოფილიყო. რომ არ ყოფილიყო მედია და ასე შემდეგ მრავალი წერტილის დასმა შეიძლება რომ არ ყოფილიყო მზია ამაღლობელი. მაგალითად ძალიან ბევრი რამე ბათუმელებს გახსნელი არ ექნებოდა და სწორედ ამიტომ იჩაგრება ახლა ჟურნალისტები, ვიწროვდება ის ყულფი, რომ მოგიდონ საბოლოო ჯამში თავისუფალი მედია